რაღაცა გამიკეთა ერთმა ქალბატონმა, საოცარი ქალი იყო. მას შვილი მოუკლეს. ერთადერთი შვილი ყავდა და მაშინ მე სიონში სახურობ ჯესტიკაროსნად, მე დიაპლომი მომიწია, მე ვლათმაც მომიწია სახურება და ეს ქალბატონი სულ საკუთარ შვილს მომსგავსებდა. სულ რაღაცა როგორც შვილს ისე მეფერებოდა სულ და ის ერთადერთი შვილის ზნობა შენში გამოხატავდა ეს ქალბატონი და ერთხელაც მეუნება ესეთ რამეს ვქო, გდელი გავხდი უკვე და მეუნება რომ მამაო გიხვეწებიო. ჩემს უახლოეს ადამიანსო ჯვრის წერა აქვსო. და ვიცი შენ რომ დაგიკავშირო ჯვრის წერაზე და მინდა რომ რაღაც ამ ადამიანს მთელი აიმით დაწერო, ვიცი ყველა ადამიანს გული წერ ჯვარს, მაგრამ რაღაც ისე მინდა რომ გალობლები იყვნენ, რაღაც ესე ლამაზად ჩატარდესო მათი ჯვრის წერა, რაღაც ესე თხოვ ამ ქალბატონმა ძალიანსა. და რაღაც ეგ შესაძლებელი დატოვა აზრისთვის, გალობლებისთვის, მე დამიტოვა რაღაც უძვირფასესი ხატი, უძვირფასი ძველებული ხატი, ალბათ მე-18 საუკუნის ხატი, უძვირფასესი ხატი და ეს ხატიც გადმოიცა და ეს ხატიო გადაეციო მასო ამ ადამიანსო. ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენო. და გავგი მეთქი რატო ახალ საჩუქარი ესე და არა გიხვეწებიო ჩემი სახელი არ ახსენდა. მე თვითონ ვერ მოვახერხებო, სხვაგან მივიდივარ და ჯვისწერაზე ვერ ვიქნებიო ვერაფერი. და მართლაც დავწერე ამ ადამიანს ვარი ეს სიონის ბაშთა გულს დაუძახე ბიჭები მოვიდნენ უგალობეს, რაღაც საოცრად ჩატარდა ეს ჯვისწერა, რაღაც დამთავრდა ყველაფერი და რო დამთავრდა ეს ჯვისწერა, გადავეცი ამ ადამიანს ეს ხატი ავუყანე ამბიონზე, უხანდაგე ვესაუბრე, მე საკუთრებო და გამოაბრძანეს და გადავეცი ამ ადამიანს ეს ხატი და ვერ დავმალე ვისგან იყო ეს ხატი და უთხარი ახლა როგორ ხარ შენ გახვარიქებოდა ეს ხატი ამ адам ქალბატონმა ვიცი მის ძალიან ახლობელი ხართ მეთქი და ეს ხატი დაგიტოვა საჩუქრად მეთქი ამ адам ქალ და ეს სიტყვები როგორ წი ვახსენე ეს ბიჭი ჩავარდა და ჩამვარდა მუხლში დავარდა ამ ამბიოს ქორწილის დღე ვიწერის ეს და ეხა ღრიალი ტირილი კი არა ღრიალი ეს ცრემლები და ხმამაღა და რატომ ამას ვიძა რატომ ესე რატო ღმერთო ეს სწორი დაიწყო გავგიჟდი მეთქი ვიწერა რა რატომ ის ღმერთო იცი თვინ იყო ეს ადამიანი მისი შვილის უყლერი და მეუნება იცით მე ვინა ვარო მე ეს ადამიანი ვიცი მისი შვილი მოვკარდა და ეს როგორ გამიკეთავა მე გავიდა დრო 3-4 დღე აღარ მოხდა მე შევხვდი თვითონ ეს კალიც კუხტის წინაშე წარდგა ღმერთთან არის და მიშულთან არის და მეუნები რომ ეს როგორ გააკეთე მეთქი ეს როგორ შეძელე მე გდელი ვარ და მე ამას ვერ გავაკეთე მეთქი აი ახალნაყოფი მოდელი ვიყავი და რაღაცა საუთ აი არ ვიცი რა ჩამიტარა ამ ადამიანს ესეთი აკვეთილეს 5 აკადემიური დამთავრებინა ალბათ და 100 წელი რომ ეცხოვრა ეკლესიაში ესეთ რამეს ვერ მასწავლიდა ესეთ რამეს და მამაო მე რაც ეკლესიაში სიარული დავიწყო პირველი რაც მოხდა ჩემს ცხოვრებაში ჩემი შვილი შევიძინე და გავიგეო მარადიული სამყოფელი შესახება და მე ქრისტეს შესახებ არაფერი არ ვიცოდიო სიტყვები გამიგო ესე სადაც მომესმინდა ქრისტეს შესახებ მაგრამ მე ქრისტეს არ ვიცნობდიო და ჩემი შვილის გარდაცვალებამ ქრისტე გამაცნო ეს მარადიული წიაღი რომელსაც ღმერთის წიაღი ქვია ეს მარადიული